ეს თქვენს მიერ მოტანილი ცნობილი სიტყვები, ეს უჩინარი ხელი, არ ვიცი, არ მახსოვს. არ არის ჩემი ტერმინი, კაცი, უჩინარი კაცი. ხო, უჩინარი კაცი. ანუ ნახევარ სიმართლეს ამბობ თქვენ, მოდით პირდაპირ მითხარით, არის თუ არა ეს უჩინარი ხელი, არის თუ არა ეს უჩინარი კაცი, ბიძინა ივანიშვილი და მე კიდევ უფრო მეტად ჩავშალ. რა თქმა უნდა, ხა ვინ იქნება სხვა ვინ არის ესეთი ძლევამოსილი. 20 ივნისის კონტექსტში თქვენ რომ ახსენეთ უჩინარი ხელი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამ დეტალებს მე ხა ჩავშლით თქვენთან და ანუ თქვენ ამბობთ რომ 20 ივნისი ეს არის ბიძინა. ჩვენ მე მისმინეთ? გისმინეთ. ხო, თუ ყურადღებით მისმინეთ. კი. მაშინ მარტივი. არა, დაკონკრეტება მინდა. კი, გიკონკრეტებთ. მაშინ მარტივი რამე. და მაშინ ხა ორი წუთი მომეცით რომ დავასრულო ეს ვები. გაძლიერეთ. ჩემთვის აბსოლუტურად მკაფიო რამ იყო რისი თქმაც როგორც მესიჯის მეიკ მაყურებლისთვის მინდოდა მიმეტანა. პირველი ჩემი გადადგომა, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში იყო მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ქმედებებთან. მელია იქ არაფერ შუაში არ იყო. მელია იყო უბრალოდ შემთხვევით საბაბი. ეს იყო პირდაპირ დეტერმინირებული ივანიშვილის ქმედებებით და საქციებით ეს ერთი და სწორედ მაშინ მე გამიჩნდა დასაბუთებული ეჭვი, რომ მსგავსი არალეგიტიმური და არაკანონიერი ჩარევა შეიძლება თეორიულად მომხდარიყო 20 ივნისაც. ეს ჩემი დასაბუთებული ეჭვია და ამიტომ დღეს აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ზუსტად იმას, რაც თქვი კომისიაზე, რომ 20 ივნისი და ეს თემა რო დავხუროთ, საჭიროებს სრულფასოვან, სრული კონტექსტის ახალ, ხელახალ დასრულებას, ან ახალ გამოძიებას, იმ გამოძიების, რომელიც მიმდინარეობს ოღონდ, რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში. ეს ჩემი აბსოლუტურად მკაფიო პოზიცია დარწმუნებული დღეს. ამიტომ მე საუბრობდი ისე როგორც საუბრობდი. გავიგე, მაგრამ მე ხომ აქვს უფლება უფრო მეტად დაკონკრეტება რომ გთხოვოთ. კი, რო დავასრულებ კი. ლოგიკას ხომ მიხვდით? კი, ანუ თქვენ ამბობთ, ბატონო გიორგი, როცა თქვენ თქვით, რომ აი აქ მონიშნული მაქვს წყლის ჭავლის გამოყენების რემსადენი გაზის გამოყენების ბრძანება თქვენ გაეცით, მაგრამ აი იმ ტყვიებზე პასუხისმგებლობას თქვენ არ იღებთ, აღარ მოუყვები. ეხლა ერთი წუთით დავასრულებ კითხვას, მე მიპასუხეთ. ანუ ვიღაცამ სხვამ გასცა ბრძანება, ეს იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი, ვისაც შეეძლო ამ ტიპის ბრძანების გაცემა. აი ახლა მიპასუხეთ ამაზე, ესე იგი სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება. ვინ დაიჯერებს ეხლა რომ როცა თქვენ უჩინარ კაცზე ლაპარაკობ და ბიძინაზე როცა კითხვას ვსვავთ თქვენივე მონათხრობიდან გამომდინარე 20 ივნისი და მელიას დაკავების ამბავი რაღაცნაირად უნდა გავაერთიანოთ. თუ კი ბიძინას მონაწილეობაზე ვსაუბრობ. ინგა, დავასრულოთ ეს თემა რა. მე ხა გიპასუხებთ და დავასრულოთ ეს თემა, იმიტომ რომ რამ ხრიდანაც არ უნდა მოუაროთ. მე აბსოლუტურად გააზრებული. ბიძინა იყო თუ არა ის კაცი, ვინც ამ სროლის ბრძანება გასცა. ხო მეკითხებით ხო? როგორც არ უნდა მოუწრიალოთ პირდაპირ გვერდიდან, ქვემიდან, ზემოდან, მე აბსოლუტურად გააზრებული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი მაქვს ამ კითხვაზე, ხო? მე გითხარით, რომ მე მაშინ მართლა გეუბნებით გულწრფელად ადამიანურად, აი ახლა ვეცდები უცებ ჩამოვაყალიბო. მე მაშინ ვიყავი დარწმუნებული, რომ გავრილოვის იმ სავარძელში აღმოჩენა იყო იდიოტური შეცდომა იდიოტების, რომლებმაც ეს კაცი ჩამოიყვანეს, უმასპინძლეს. მე სხვა არ ვიყავი კაცო, ეს იყო კობახიძე, რომლებმაც გაიგიჟეს თავი, ამათი შემოსulis კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით. აიღეს ყველა პასუხისმგებლობა, რომ არაფერი არ მოხდებოდა. მერე დაждდნენ, ჭიქა მიუჭახუნეს, დალიეს, დაждდნენ თვითმფრინავს წავიდნენ. მერე მოხდა ის, რაც მოხდა. მაგრამ მე მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო იდიოტური შეცდომა. მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებ, გამოცდილება ხო ის რა არის და დრო რა არის, ხო? ის რაც მოხდა 21 წლის 18 თებერვალს ფაქტობრივად, როდესაც ყველანაირი შეთანხმების დარღვევა, ყველანაირი აბსოლუტურად ადამიანური, კაცური, ფორმალური, არაფორმალური, ყველაფრის დარღვევის შედეგად ეს პროცესები იქეთ წავიდა, საითაც წავიდა, რა თქმა უნდა, მე ავდექ, მე მაშინ მართლა გამიჩნდა დასაბუთებული ეჭვი, რომ იქაც შეიძლება რაღაცა მომხდარიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაც სახელებს და ვინმეს ხელს ვადებდი. ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ეს გამოძიება აუცილებლად ჩასატარებელია ფართო კონტექსტში სრული მონაწილეობით. ამიტომ ვთქვი მე, ერთი წუთი დავასრულო. ამიტომ ვთქვი მე, რომ იქ უნდა მჯდარიყო ჩემთან ერთად ივანიშვილიც, შინაგან საქმეთა მინისტრიც, პროკურორიც და სუსის ხელმძღვანელიც. მაშინ ეს იქნებოდა
სამართლიანი და ობიექტური და ნეიტრალური. ვიდრე მელიას დაკავების დღე არ დადგებოდა, ანუ თქვენი გადადგომის დღე, მანამდე თქვენ არ გაგჩენიათ ეს განცდა, რომ ეს ბრძანება 20 ივნისის ოპერაცია, პროცესები ვის მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო გაცემული ბრძანება. ძალიან დაუჯერებელია, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყავი და ამბობთ, რომ არ იცით ვინ გასცა, ეს ანუ მე არ გამიცია. არ ერთი და იგივეს რაღაცას ვამბობ. ერთი და იგივეს კი, მაგრამ აი უყურეთ, მაშინ წავიკითხავ და დავასრულოთ. ეხა ამით აი ლევან ხაბეიშვილმა დაწერა Facebook-ზე და ერთი წუთი სხვა რამეს ვამბობ. ლევან ხაბეიშვილის კომენტარს კი არ გთხოვთ. უბრალოდ ძალიან საინტერესოა. გახარია მოყვა რომ ივანიშვილმა გასცა სროლის ბრძანება და მიანიშნებს ანზორ ჩუბინიძეზე. ბიძინას პირადმა მცველმა ანზორ ჩუბინიძემ რაციის მეშვეობით გასცა ბრძანება, ესროლეთ დაშალეთ და თუ ასე არ არისო, კითხეთ ივანიშვილი ვისთან იყო ხაზზე და ვის შეეძლო რაციაში სროლის ბრძანების გაცემა. ხაბეიშვილი, ხაბეიშვილს რაღაცა დაესიზმრა, რაღაცა იბოდიალა. და ეხლა თქვენ აქ მეკითხებით ამას, რა ჩვეულებრივი პროვოკატორია, მეტი არაფერი არ არის რა. მოკლედ რომელიც იაფასიანი პროვოკატორი იყო ყოველთვის.